მოგესალმებით. პირველ რიგში ერთ შესწორებას შევიტან 11 წელი ჯერ მისთვის არ მიუსჯიათ 25 მარტს იქნება საბოლოო სასამართლო სადაც გადაწყდება. უკაცრავად 11 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ეს მინდოდა რომ მეთქვა. კი ბატონო, მაქსიმალური არის ეს. მართლია. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მოსამართლემ ყოველგვარი, ესე იგი, ფაქტების გარეშე პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა მიიღო და ასე ვთქვათ შეუცვალა გიორგის გირაო პატიმრობით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ფაქტი და არც ფოტომასალა დღეს 21 საუკუნეში ვცხოვრობ, ნუ თუ რთულია მანქანის გადაადგილების კონტროლი, მით უმეტეს ამ სახელმწიფოსთვის, რომელიც ყველას და ყველგან ყველაფერში გვისმენს. ერთი ფაქტი, ერთი ფოტომასალა, ვიდეო მასალა საზღვრიდან ჩანაწერი მაინც წარედგინა პროკურატურას, რომ ცოტა უფრო ისეთი მყარი საბუთი ქონოდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი წარდგენილი საბუთის გარეშე მოსამართლემ ადგა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ეს არის მე შემიძლია თავისუფლად თქვა, რასაც გიორგი ამბობდა ბოლო დღეებში განსაკუთრებით, ეს იყო ამ დევნის შევიწროების და ავჯი ტერორის დაგვირგვინება, რასაც გიორგის დიდი ხანია ემუქრებიან ამით. შესაბამისად ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რაც შეეხება უკვე პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს, აქ რო არ ყოფილიყვნენ ტელევიზიები და ჩვენი მეგობარი კარგი ადამიანები, სავარაუდოდ ირაკლისას ფინანსური პოლიცია ისე გაჩხრეკდა და ისე, ავიცი, ძალიან ბევრი რაღაცა არის, არაფერს არ გამოურიცხავ, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და ჯერჯერობით გადავრჩით. რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელოვანი საბუთი თუ რასაც ისინი ეძებენ და რასაც აქვთ წარმოდგენა, რომ იპოვიან, არაფერი არ იყო აღმოჩენილი არც ირაკლისთან, არც მანქანაში. შესაბამისად ველოდები შემდგომ განვითარების მოვლენებს. ეს არის და შემიძლია ამ მომენტისთვის რომ გითხრათ. პროკურატურის მთავარი დასაბუთება, რომ რატომ უნდა დაეკავებინათ გიორგი ჩიკვაიძე, იყო ის, რომ არსებობდა ცდელობა საზღვრის კვეთის და მოიყვანა ერთ-ერთ ოჯახში გიორგის სტუმრობის ფაქტი ამის დასადასტურებლად. რეალობაში რა ხდებოდა, რომ მოგვიყვეთ უფრო ზუსტად? სად იმყოფებოდა გიორგი და გარკვეულად პროკურატურამ საზღვრის კვეთის მცდელობად. პროკურატურას ეს ინფორმაცია არ გვქონს, ეს თავად გიორგიმ თქვა დღევანდელ პროცესზე, რომ იგი იყო ჩასული მის ახლობელ ოჯახში. პროკურატურას ჰქონდა ერთ-ერთი მათი ოპერატიული მუშაკის ჩვენება, როგორც ჩანს, რომ ის იყო მისული სადახლოს საზღვართან ახლოს. მინდა ხაზი გაუსვა, გიორგი იყო სართიჭალაში, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით სადახლოს საზღვრიდან, ანუ პროკურატურისთვის ახლო მანძილზე ნებისმიერი შეიძლება და ყოფილიყო 200 მეტრი, 500 მეტრი და 500 კილომეტრი. შესაბამისად, გიორგი და ირაკლი ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ყოველთვის გადაადგილდებოდნენ ერთად. ყოველთვის დღის ნებისმიერ პერიოდში. იმ დროს, როდესაც გიორგი და ირაკლი იყვნენ სართიჭალაში, წარმოიდგინეთ, გიორგი დაინახეს სადახლოს საზღვართან, ირაკლი ვერ დაინახეს. აქ ხო ძალიან გარკვევით ნათლად ჩანს, რომ ეს არის უბრალოდ გიორგის მიმართ დევნა და ტერორი, რასაც პირდებოდა ეს რეჟიმი იმის სისრულეში მოსაყვანად. მინდა მიმართო ყველას ჩემს მეგობრებს, ამ სახელმწიფოს და ვისაც რაიმე ძალა შესწევს ამ ქვეყანაში. ჩემს მას ერთი თმისღერი რომ ჩამოუვარდეს ციხეში, ეს იქნება ამ სახელმწიფოს და ამ რეჟიმის ბრალი. კი ბატონო, ბატონო დიმა, ნახეთ, ახლა ჩხრეკების სერია მიმდინარეობს, ხო? ახლა ჩვენი მაყურებელი ადევნებს თვალს კადრებს ქვედა ფანჯარაში, როგორ ჩხრეკენ პარალელურ რეჟიმში ირაკლის ავტომობილს, რომლითაც ირაკლიც და გიორგიც გადაადგილდებოდნენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს გიორგის საცხოვრებელ სახლშიც, ჩვენ ვეკონტაქტებით დედათქვენსაც და იქ არიან შესულები ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. რას ეძებს ფინანსური პოლიცია გიორგის სახლში, ისევე როგორც ავტომობილში? ნახეთ, ეს საქმე შეკერილი იყო არამხოლოდ იმიტომ, რომ გიორგის რაღაცა გამოგონილი დანაშაული მიუძღვის ვიღაცის მიმართ. ეს საქმე იყო შეკერილი გიორგის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ გიორგი ამხილა ეს ხელისუფლება და მას ჰქონდა ძალიან ბევრი ჩანაწერები და ინფორმაცია. სავარაუდოდ ეძებენ ამ ჩანაწერებს, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს ჩანაწერები არც სახლში და მით უმეტეს არც ჯიბეში არავის არ უდევს. ასე რომ რამდენიც უნდათ იმდენი ეძებონ. ჩვენთვის რაღაცა უმნიშვნელო შეიძლება მეზინფორტე ნახეს და ამოიღეს, ღმერთმა შეარგოთ თუ დაჭირდებათ.
მანქანიდან. თქვენ ამბობთ, რომ ახლა ოლიგარქი ივანიშვილს, რომელიც უკვე პირად მტრად აღიქვა სიმხილებების სერიის შემდეგ გარდა მაგისა, ფიქრობს, რომ მას კიდევ აქვს სხვა მტკიცებულებები, რომელიც შესაძლოა საჯარო გახდეს. ამის ეშინია, ამას ეძებენ? ჩემი ვარაუდის ეგ არის, კი ბატონო, თუმცა ეხა ამას მე ვერ დაგიდასტურებთ. ერთი რაც კიდევ მინდა დავამატო, ჩხრეკის დროს მანქანიდან ამოიღეს თანხა, რომელიც იყო ადვოკატის, ასე ვთქვათ, ჰონორარი, რადგან გიორგისაც და ირაკლისსაც ყველა საბანკო ანგარიშები აქვს დაყადაღებული, ეს თანხა იყო ადვოკატის ჰონორარი, რომელიც დღეს ამოიღო ფინანსურმა პოლიციამ და წაიღო როგორც სამხილი. ან თანხას რაბედი ეწევა, ალბათ ძნელი და არც სამარჩიელო არ იქნება. ბატონო, თავად ბრალს რაც შეეხება, ეს არის ფულის მითვისება გაფლანგვის საქმე, რომელშიც უფლებადამცველებიც გიორგიც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ არ არსებობს არც მითვისების და არც გაფლანგვის არანაირი ფაქტი, რადგან არსებობს პირველი ტრანში თანხის დაბრუნებისა, ეს საქმე არის მაყურებლისთვის განუმარტავ, იახტის შეძენისთვის გადარიცხული თანხას ეხება ამბავი და ასევე არსებობს ვალდებულების აღების დოკუმენტიც. უფრო კარგად რომ განუმარტოთ მაყურებელს, რეალურად რას ედავება პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს და რა მტკიცებულებები დევს გიორგი ჩიკვაიძის მხარეს? კი ბატონო, მე რამდენადაც ვარ ინფორმირებული, ეგ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კი ბატონო, პირველი ტრანში არსებობს, დოკუმენტის შეთანხმებაც არსებობს, გიორგიმ დაუდასტურა ყიდველს ყველა მოვალეობის შესრულება, თუმცა ამ პირველი ტრანშის მერე დაიწყო ზუსტად გიორგის დევნა და ტერორი. რა დევს მის წინააღმდეგ, ეს არის ამ ხელისუფლების ბიზნესმენი, რამოდენიმე ადამიანის მიერ შეთითხნილი და მათი ბიძაშვილების ნათესავების პროკურორების შეკერილი საქმე. მათ შეუძლიათ ყველაფერი ჩადონ, რადგან ამ ქვეყანაში როგორც ჩანს აღარ არსებობს სამართლის პრინციპები. ქვეყანას თავი მოაქვს საერთაშორისო დონეზე და ვიცახით, რომ აი ჩვენთან სასამართლო არის თავისუფალი. დღეს იყო ყველანაირი სამართლებრივი პრინციპები დარღვეული და უგულყოფილი ამ მოსამართლის მიერ, რომელიც როგორც ჩანს, ნამდვილად ასეა და მოქმედებს პროკურატურასთან ერთად. ისინი ერთმანეთში ალბათ ტელეფონითაც კონტაქტობდნენ დღის განმავლობაში. ბატონო დიმა, თუ კი არსებობს ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუ კი არსებობს გარიგება ამ ვალის უკან დაბრუნების, მათ შორის განრიგი და როდის და როგორ რა უნდა ჩაირიცხოს, არსებობს პირველი ტრანში გადარიცხული. მაშინ რა შეა საქმე? რატომ იქცა საშიშად გიორგი ჩიკვაიძე რეჟიმისთვის და თავად ივანიშვილისთვის? კი ბატონო, როგორც გიორგის არაერთხელ უსაუბრია ამის შესახებ, მას ძალიან ბევრი არაკანონიერი რამ დაავალა ამ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, შესაბამისად მათთვის უკვე ის წარმოადგენდა საშიშროებას, რომ გიორგი ამ ყველაფერს საჯაროდ იტყოდა და დამიჯერეთ ამითი ყველაფერი არ მთავრდება, მთელი ბრძოლა წინ არის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართალი გაიმარჯვებს. მათ შორის საუბრობთ იმ მედიკამენტებზე თუ რაღაცა გაურკვეველ შეფუთვაზე, რომლის გადატანასაც გიორგი ჩიკვაიძეს თხოვდნენ და ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ამის გარდა იყო სხვა უკანონობები, რომლის შესრულებასაც ოლიგარქი ითხოვდა. ამას მეუბნებით? კი ბატონო, გიორგიმ არაერთხელ ისაუბრა თქვენი ეთერშითაც და სხვა ყველა ეთერით, სადაც ჰქონდა ამის საშუალება, რომ გაეჟღერებინა შესაბამისად ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მედიაში არსებობს. დანარჩენისგან უკვე თავშევიკავებ დაველოდებით მოვლენებს. კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვამთ. ჩვენ ვუყურებდით თავად გიორგი ავრცელებდა ვიდეო მასალას თვალთვალის ამსახველს, სახლში შესვლის მცდელობის, მოსმენების დამადასტურებელს, როგორ დაყვებოდნენ მას ნიღბიანები ფეხით თუ ავტომობილით. ასევე საუბარი იყო ლიკვიდაციის საფრთხეზეც. რამდენად რეალურია საფრთხე, რომელზეც თქვენც წეღან ახსენეთ, გულისხმობ მისი უსაფრთხოების ნაწილი, ეს ერთი და მეორე, გაგრძელდება თუ არა მხილებათა სერია ჩიკვაიძის მხრიდან, თუნდაც გისოსების მიღმა? კი ბატონო, მუქარა ტერორი და დევნა იყო ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრებული. შესაბამისად,
ძალიან ნათელი იყო გიორგი მაქსიმალურად ეცადა რომ ეს ყველაფერი აღებეჭდა და ხალხისთვის ეჩვენებინა დაენახებინა რომ ეს არ არის უბრალოდ სიტყვები და გამოგონილი ამბავი. დაახლოებით 80 მანქანა დათვალა ბოლო დღეებში. შესაბამისად ეს ყველა ადამიანის სახეებით არიან იდენტიფიცირებულები. რა თქმა უნდა გიორგი გააგრძელებს ამ ბრძოლას და მათ მხილებას. მადლობა. საიდანაც შეძლებს და როდისაც შეძლებს. ჩვენი მადლობა თქვენ. კი ბატონო, მადლობა. უსმენდით დიმა ჩიკვაიძეს, გიორგი ჩიკვაიძის